ხომ არ არის მოსაოდნელი ინფლაცია არის ეს სახელმწიფოს უკავშირდება მხოლოდ მერე დასტაბილურდება ინფლაცია საერთოდ არ არის ქვეყანაში რაც მეორე მხრივ ერთ მხრივ კარგი წერი მეორე მხრივ ძალიან ცუდია ასე ვთქვათ ხო ექსპერტები შეფასებით მოვისმენთ რომ არავითარი საგანგაშო ლარის კურსის რაც მცირედ მოხდება ამის დასტაბილურება თქვენ ესეთი გაუფასურება ამას აგიხსნით როგორც მოხდება მაგრამ იგივე მოვიშველიებ ექსპერტების შეფასებას ხო იგივე ლარის კურსის ვარდნა ჩვენ გასულწოდებში ძალიან ბევრჯერ გვინახავს. ამაზე ბუნებრივ არავინ არ საუბრობდა. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ამაზე არასოდეს არ მოახდინა კომენტირებას, ხო? მაგრამ ბოლო დროს მესამე კვარტალში. მე გეტყვით, შეიძლება რეალური ასო ციფრები გითხრათ. მესამე კვარტალში წელს უკვე ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოცოცხლება, გაჯანსაღება ეკონომიკის ამას ამბობენ და ამას ხედავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკი და სხვა კომპეტენტური ორგანიზაციები. იცით ალბათ რომ მომავალ წლის პროგნოზი, ზრდის პროგნოზი გვაქვს 5%-ზე გაწვრილი. 5%. რაც არის რეალური, ეს არის ძალიან ოპტიმისტური, ეს არის რეალური ასე ვთქვათ პროგნოზი. და რის ხარჯზე და როგორ ბატონერებენ 6%-ზე. მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციები და ექსპერტები. რაც შეეხება ჩვენს უკვე მესამე კვარტალის მონაცემებს, გეტყვით რომ იგივე კერძო სექტორში კომპანიების საერთო ბრუნვა გაიზარდა 24% თუ არ ვცდები, ამის გადამზომა შეგვიძლია. მათი ასე ვთქვათ საერთო სავაჭრო მოცულობა საერთო ბრუნვა შეადგენს 30 მილიარდი ლარი. მესამე კვარტალში 24%-იანი მატებაზე გვაქვს საუბარი პირველ კვარტალს თუ შევადარებთ. ანუ აქ ჩანს რეალური გამოცოცხლება.